ჩვენ რა გავაკეთეთ, მოდი ჯერ კიდე ერთხელ ავხსნათ ეს ყველაფერი. ესე იგი, ესეთი რაღაცის მიღება გვინდოდა. ესეთი რაღაცის მიღება. და ნუ მოკლედ აი ამ ხელსაწყოდან აი აქ პოლიგონალ თულსებიდან ჩვენ ეს ბევრჯერ გამოვიყენეთ და ამ შემთხვევაში ესე იგი საიტს გვერდები, ანუ აი ეს ზოგადად სტანდარტულად კიდე ერთხელ ავხსნი ამას, სტანდარტულად არის 5 გვერდიანი, ანუ თუ დავაწყაპუნებთ, ესეთ 5 კუთხეთს მივიღებთ, აი თუ გადავადი, ესეთ 5 კუთხეთს მივიღებთ რა. ეხლა ვარსკვლავის ფორმა აქვს. რატო აქვს ვარსკვლავის ფორმა? აქ არის თარ მონიშნული. მაგ თუ ჩამოვშლით, გახსოვს იმ დროსაც გავაკეთეთ ჩვენ და სმუსები სმუს კორნერები გავაკეთეთ. სმუს კორნერები რას ნიშნავდა, რომ აი ნახეთ, აი ესეთი დამრგვალებული კუთხეები ექნებოდა. და ანუ ბევრი აქედან ესე იგი ბევრი რაღაცის მიღება შეიძლება რა. მოკლედ. აი ამ ესე იგი აი ამ ხელსაწყოდან რა. აგიტო ქვია ამას პოლიგონალი. მრავალ ესეთი მულტისაშუალებას გვაძლევს რა. ნუ სმუს კორნერები არ გვჭირდება, ანუ კუთხეების დამრგვალება ჩვენ არ გვჭირდება. ეხლა აი აქ insert sides by, ანუ რამდენსაც გავზრდით აი აქ, მაგალითად აი თუ indent ნახე როგორ გამოვიდეს, აი თუ გავზრდით ეხლა ამას ვთქვათ 60-70%-მდე, ნახეთ როგორი რაღაც გამოვიდეს. აი ესეთი ჩაღრმავებული ესეთი რაღაც ექნება. აი ესეთი რაღაც. თუ პირიქით გავაკეთებთ მაგალითად აი აქ მოკლედ დავაპატარავებთ ამ გრადუსულ ზომას. პირიქით იქნება, აი ნახეთ. აი, უფრო ესეთი არ ექნება, რა ქვია. აი ესეთი სიტუაცია არ იქნება, ჩაწეულები და ესეთი მახვილი რაღაც არ ექნება რა. ასეთი რაღაცა შეიძლება მივიღოთ. შემდეგ, ეხლა ჩვენ გვინდოდა ესეთი რაღაცის მიღება, ხო? შესაბამისად, თუ ესეთი ბევრი გვინდა ჩვენ ეს, ასე ვთქვათ, ვარსკვლავური ქიმები შეიძლება ესე ვთქვათ, ან რაღაც ესეთი, ხო? მაშინ ესეთ რაღაცას ვაკეთებთ. გვერდებს გავუზრდით აი აქ, ჩავაწყაპნოთ და scrolls დავატრიალებ, ან ხელით ჩავწერ, აი 20 მაგალითად. გვაწყობს ეს სიტუაცია და მოდი შუაში დავხაზავ აი აქ. ესეთი რაღაცა. ესეთი რაღაცა გვაწყობს, აი. მოდი ცოტა control test საშუალებით გავზრდი. აი ესე. და ახლოში მოვიტან. აი ესეთი რაღაც. ეხლა ეს კი მივიღეთ, მაგრამ ჩვენ გვინდოდა რა, ესე იგი შუაში კიდე ესეთი ეს გარედან კი გავს ამას, აი დავაპატარავებთ აი ამ იმას. ასე ვთქვათ, აი ამ გარეთ ამხარეს. ესე მოკლეს გავაკეთოთ, მაგრამ შინით როგორ გავაკეთოთ? როგორ გავაკეთეთ და ერთი ამისთანავე დავაკოპირეთ, ხო? მოდი ეს ზედმეტი რაღაცები წავშალოთ. ესეთი დავაკოპირეთ. Ctrl J და შემდეგ Ctrl T დავაპატარავეთ. Shift Alt. აი ესე. შემდეგ მოდი აქ სხვა ფერი ჩავასხათ. მონიშნით, ესე მივიღებთ Ctrl-ით აქ დაწყაპუნებით, თუმცა ფერი აქ რო ჩავასხათ, ჩვენ სხვა ფერი გვინდა, ხო? ერთი წამით. აი აქ. აი აქედან ავირჩიოთ fill. და აი ფერი ესეთ რაღაცა მივცეთ. კიდევ ერთხელ გაგახსენებთ, რომ მე აი აქ, აი აქედან ფერს ვერ ჩავასხავ. მაგალითად, აი მინდა ლურჯი ფერი, ხო? ამ ლურჯ ფერს ვერ ჩავასხავ Alt Backspace-ის დაწყაპუნებით. ან აქედან აი ვერ ჩავასხავ. რატო? იმიტომ რომ მეუბნეო rasterize layer-ად გარდაქმნას. ან ამას უნდა დავეთანხმო, ან აქ მარჯვენა ღილაკიდან rasterize layer. და შემდეგ შემიძლია ჩავასხავ. Ctrl D-ი მოხსნათ პრინციპში არ გვინდა, ეს მაინც უნდა მოვნიშნოთ, რომ ჩამოვჭრათ, ხო? აი მონიშნულია და delay-ს თუ დავაწვევით, ჩამოვჭრით. ოღონდ delay-ი უნდა გავაკეთოთ უკვე არა აქ, არა, აი ამაზე, თვითონ აი ამ შავ ობიექტზე. delay-ს დავაწვევით, არ გააკეთა. რატო? იმიტომ რომ ესეც rasterize layer-ად უნდა გარდავქმნა აი აქ. მარჯვენა ღილაკ rasterize layer. შემდეგ კი ბატონო delay-ს დავაწყაპუნებ.
აქ კი ჩამოიჭრა, ნახეთ ლეიერზე ჩამოიჭრა, მაგრამ აქ არ ჩანს. რატო? იმიტომ რომ ეს უნდა მოხსნა. ეს გამოვრთო ეს თვალი, აი ეს ლეიერი. თუ გამოვრთა, მაგერ მივიღებ Ctrl D-ი, Ctrl D-ს მოხსნი მონიშნავს და აი მივიღებ მსგავს ობიექტს. მაგრამ ნახეთ, კიდევ ერთხელ აღნიშნავ, ზუსტ კიდე ეს როგორ შეიძლება მივიღოთ აი ზუსტად ერთ-ერთში და ასე შემდეგ. ნუ ესეც რა თქმა უნდა კარგი ხერხია. მაგრამ ეს არის როგორც ერთი ობიექტი. შეხედეთ, აი ერთი ობიექტია. თვითონ აი ეს ობიექტი კი აი ნახეთ, სხვადასხვა ობიექტი აქვს, სხვადასხვა არის ეს. და არა ერთი. შეხედეთ. აი ეს ახლა გაერთიანებულია, მაგრამ ზოგადად ეს სხვადასხვა ობიექტი, იმიტომ რომ ნახე აქ წითელ ფერს, მაშინ ეს უნდა მონიშნო თუ ეგრე გვინდა, აი აქ ერთ რომელიმეზე კონკრეტულად წითელი ფერი ჩავასხათ. მაშინ კი ბატონო შეგვიძლია აი აქ მოვნიშნოთ ესა. სხვანაირად ვერ მონიშნავ, სხვა მოსანიშნი ხელსაწყოთი ვერ მონიშნავ, უნდა მონიშნავ მხოლოდ და მხოლოდ რა? პოლიგონალური ხელსაწყოთი. აი აქ რატო ვერ მონიშნავ სხვა ხელსაწყოთი? აი თუნდაც აი ამ quick selection და magic-ით თუ მოვნიშნავთ ამითაც თქვენი აზრით. ბრა სიტყვით. კლიანად მოინიშნება. კლიანად მოინიშნება და რატო მაშინ? ჩვენ ხო რაღაც ნაწილი გვჭირდება და ფერი ხო ერთი ფერია და ის ფერი. კი, ესენი ნიშნავენ ერთ ფერს კი ბატონო, აქედან აი თუ დავადგაბუნებთ კლიანად მოინიშნება ესა. ეხლა ჩვენ ამაზე ვდგევართ, მოიცა. აი კლიანად მოინიშნება ეს, ან იგივე quick selection-ით არანაირად ეს ყველა მოინიშნება ფაქტიურად ერთი ფერის არის, ამიტომ კონკრეტულის მონიშნა უკვე ამით არის აი პოლიგონალური ლასოთი. აი შეიძლება ესეთი რაღაცა გავაკეთოთ. ნახეთ, ისეთი სიტუაცია, ნახეთ, აი ეგეთ რაღაცას აქ მაინც ვერ მონიშნავ, აი ნახეთ, აქ როგორც არის. ზუსტად ეგრე არ გამოგვივა. რანაირადაც არ უნდა ვეცადოთ. აი ზუსტად ეგ მონიშნა ვერ გამო. მაშინ რაღაც ნაწილი აი აქ უნდა მოინიშნოს. ამიტომ მთლად ეგრე არ არის, თუმცა კარგი მოფიქრება იყო დაახლოებითი ობიექტი რომ მივიღეთ, თორე აქ კი ბატონო შეიძლება ახალი ლეიერი გავხსნათ და აქ წითელი ფერი ჩაასხა. აი ესე. და ნუ ეგეთი რაღაც შეიძლება რა, მაშინ რა უნდა ქნა, ეხლა ამას ესეთნაირად Ctrl T-ი და იმაქნა, ჯერ სანამ იმაქნე, ჯერ დააკოპირო. ეხლა რამდენად გამოგვივა, აი მოდი ექსპერიმენტები ჩავატაროთ, ზუსტად ისეთის მიღება თუ გვინდა. დავაკოპიროთ აი ეს. აი ამ წითელ მონიშნაზე მაქვს საუბარი, დაკოპირდა. შემდეგ Ctrl T-ი მოვნიშნოთ და აი აქ ნახეთ, flip vertically გავაკეთოთ. წამოვიღოთ ქვემოთ და აი ამას მივაბჯინოთ აი აქ. რამდენად გამოგვივა ეხლა ეგ ვარიანტი, მაგას ნახოთ, თუმცა კიდევ ერთხელ აღნიშნავ დიზაინი არ გამოვა ისე როგორც საჭიროა. დიზაინი აირევა ბუნებრივია. თუმცა კიდე რაღაცების მოფიქრება, ამაზე გადაკეთება შეიძლება ეგეთი რაღაცა. და ნუ მე ეს ორივე წამოიღო აქ ქვემოთ, მაგრამ დიზაინში რამდენად ჩაჯდება, მაგას ვერ გეტყვით. ყოველ შემთხვევაში ეს იმიტომ ასე ვთქვათ, ვიწვალეთ ამდენი, რომ ასე ვთქვათ, გავიუმჯობესოთ თუნდაც აი ეს მოფიქრების და სხვა რაღაცების უნარი და მივამგვანოთ მაქსიმალურად. მაგრამ მოკლედ რისი ახსნაც მინდა აქ მე, აი გეტყვით ამ ყველაფერს. ნუ დაახლოებით ესეთი კარგია, რომ ესეთ რაღაცებზე ესე ვარჯიშობთ და შეიძლება ეთქოს ვწვალობთ ამის შექმნისთვის. მაგრამ ნახეთ, აი მე რისი თქმაც მინდა ეხლა გეტყვით. მოკლედ აქ არის ერთი კომპონენტი, ასე ვთქვათ, გაკეთებული. ერთი კომპონენტი და მე ის არის, ასე ვთქვათ, დაკოპირებული. აქ არის კოპირება მოცემული. მაგრამ ახლა თქვენი თქვით, რომ ამდენი კოპირება და როგორ უნდა ატრიალო ეს კოპირებით, ხო? ნახეთ, მოდი ესეთი რაღაცა გავაკეთოთ. ახალ ლეიერს ავიღებ, მოდი ამას გამორთავ. ამ ლეიერზე მოდი ფერი ჩავასხათ. და ნახეთ რაზე მაქვს საუბარი. აი ავიღოთ ნებისმიერი თუნდაც ესეთი რაღაც, აი ეს ელიფსური, მოდი სახაზავები გამოვიტანოთ.
ესე იგი მეტი ასე ვთქვათ სიმეტრიისთვის და ნახოთ ესეთი რაღაც. რაღაც წრის გარშემო დავატრიალოთ თუ გნებავთ, ესეც შეიძლება, ზუსტად ესეთი რაღაც მივიღოთ. აი ცენტრიდან ავიღოთ რაღაცა წრე და ამის გარშემო გვინდა შევქმნათ რაღაც. მოდი აქ თუ გნებავთ მონიშნული რომ არ დაიკარგოს. ფერი ჩავასხათ. აი აქ პლუს ახალი ლეიერი ავიღოთ და ჩავასხათ ფერი. Alt backspace. აი ეს, Ctrl D-ი მოვხსნათ მონიშნული. ეხლა ნახე რაზე მაქვს საუბარი. აი ავიღოთ რაღაცა ელიფსი, თუნდაც აქედან გინდაც აი აქედან, არ აქვს მნიშვნელობა. აი ავიღოთ აქედან. ხომ ელიფსური მინდა და არა ეს ელიფსური მინდა, ცოტა ისეთი გამოვიდეს მეცა. აი ესეთი რაღაც აი ესეთი ელიფსური იყოს. ამაზე Ctrl T-ი ვიმოქმედოთ. აი ეს. ეხლა ნახეთ რა ხდება. აი აქ თავისთავად ფერი ჩავასხათ. ფერი ჩავასხათ მოდი აქედან. ავირჩიოთ სხვა ფერი რო უკვე კარგად ხედავდით რომ რაზე გვაქვს საუბარი. ნახოთ რაღაც ნებისმიერ ლურჯი ფერი. და ეს გადავაადგილოთ, ეხლა გადავიტანოთ, აი ნახე. მოკიდოთ ხელი დავსვათ აი აქ. ეხლა მე მინდა ეს მთლიანად გარშემო დავატრიალო. აი როგორ უნდა მოვიქცე ეხლა? როგორ უნდა მოვიქცე, რომ აი ეს აი ამ წრის გარშემო დავატრიალო. ბუნებრივია ეს უნდა დავაკოპირო. აი ეს ერთი ცალი აქ ლურჯი რაც ამა Ctrl J-ით დავაკოპირო და შემდეგ დატრიალება მოვახდინო როგორ? ანუ ის ნიშანი არ გვაქვს წრიულ, ანუ ხო და საიდან უნდა გამოვიტანოთ ეგ ნიშანი? მე ჩართული მეტი კი არ მახსოვს ხიდან, მაგრამ აი ზემოთ გამოჩნდა რაღაც და იქედან ჩავთე. Ctrl T საშუალებით თქვენც იმუშავეთ პარალელურად, რატო არ მუშაობთ? Ctrl T საშუალებით გამოჩნდება ის, რასაც ამბობ და ეხლა თუ დავატრიალებ, დატრიალდება ეს ნახეთ ადგილზე, აი ესე. ან ეს იგივე შეგვეძლო ჩვენ გაგვეკეთებინა სადედან, აქედან edit transform-ი, აი იგივე free transform-ი, იგივე Ctrl T-ა, transform-ით აი rotate დატრიალება. და კი ბატონო, ოღონდ ეს ადგილზე დატრიალდებოდა. აი ეს რო ესეთი რაღაცა რო არ გქონდეს, აბა რა უნდა გავაკეთოთ ეხლა? ანუ წრის გარშემო წერტილი უნდა ის წერტილი რო ის უნდა გავამოძრავოთ, ანუ ისე უნდა გავაკეთოთ, რომ დატრიალების ეს გვერდით უჯდებოდეს. ხო და რომელი წერტილზეა მაგ საუბარი მითხარი აბა რომელი? აი შიგნით, აი ლურჯში რო არის შიგნით. კი, ესე დატრიალების ცენტრი არის აი ეს, ამ წერტილზეა საუბარი. მოდი ახლოს მოვიტან. იმის ირგვლივ რო იტრიალოს და იქ ნიშნული, შუაზე აყენია. ეს სად უნდა წამოვიღო ეხლა ეს? კი ბატონო, ეს უნდა გადავაადგილოთ, მაგრამ სად უნდა წამოვიღოთ? ანუ იმის ირგვლივ რო იტრიალოს, ესე იგი შუაში უნდა დავსვა? რის შუაში, აბა? ანუ იმ წითელი რის შუაში, რა თქმა უნდა, აი აქ დავსვავთ ეხლა ამას და ნახეთ თუ გადავაადგილებთ. შეხედე აი ესეთი ბრუნვა მოხდება. აი ესეთნაირად. ეხლა ნახეთ, ნუ კაი დაახლოებით გადავატრიალებ, თქვათ აი აქ. ან აი ესეთნაირად გადავატრიალეთ, ხო? ეხლა ზუსტი გათვლა თქვენ როგორ უნდა გააკეთოთ? ჯერ ერთი ვარიანტი ახ შეხედეთ. ხო, კი ბატონო, მითხარით, აბა ზუსტი გათვლა როგორ გავაკეთოთ?
edit-დანაც შეიძლება ჩამოვიტანო. ხო, აი მე edit-დან აქა? ან მგონი მანდიდან გადმოტრიალება. ანუ ზუსტად მაგალითად რო გადმოვიტანოთ ქვემოთ, ხო? ზუსტად ქვემოთ რო ზუსტად აქ რო დავსვათ, აბა აი მე ეგ მითხარით, აი ზუსტად აქ რო დავსვათ, ან აი აქ დავსვათ, აი ხაზებზე რო დავსვათ, აბა ეგ მითხარით. ანუ როგორც არის ეგრე უნდა იყოს, როგორც ის პირველი არის. ხო. და როგორც ნელა ჩამოვწიოთ და მაგხას ჩამოვყოთ. კი ბატონო, ესე კი ჩამოვიტანოთ ესე, მაგრამ ესე რო არ ვიწვალოთ ეხა ჩვენ და ზუსტად აი ესე დავსვათ. აი ეს, როგორ შეგვეძლო ეს გაგვეკეთებინა. თვითონ აი გრადუსული ზომა, წრის გრადუსული ზომა გარშემო რამდენი არის? გვახსოვს? მეც ბევრჯერ გითხარით ეს, მათემატიკიდანაც უნდა გახსოვდეს. ჩვენ ეს გაკეთებული გვაქვს, რამდენჯერმე გვაქვს გამოყენებული. 360-ია. 360. აი ეს კუთხე, აი ამ კუთხეზე მაქვს საუბარი. აი ამ კუთხეზე. როგორი კუთხეა ეს? ვიცით, რა ქვია ამ კუთხეს? ნახეთ ეს მართი არ არის? მართი კუთხეა, ხო, ანუ რამდენია გრადუსული ზომა? 180. არა, შეხედეთ ხალხო, ეს მე ბევრჯერ მაგ თქვენ და ესეთ რაღაცებში დაგჭირდებათ ეს ზუსტად სიზუსტისთვის და ასე შემდეგ რა, ლოგოებისთვის და მსგავს რაღაცებში. 90. აი ეს კუთხე, ეს არის მართი კუთხე ქვია ამას და ეს არის 90 გრადუსი. ხოლო თვითონ აი ეს კუთხე, აი აქედან აქამდე, ანუ აი ეს კუთხე. ეს არის გაშლილი კუთხე, 180 გრადუსი. აი ეს კუთხე მთლიანად ესე გაშლილად, ანუ 180 გრადუსია, ხოლო თუ აი ესე ამის ნახევარი, ანუ ესეთი კუთხე იქნება, აქაც რო ესე გესვარი გაშლილი აქედან აქამდე 180. თუ ესე გავყობთ შუაზე, ანუ ესე იგი მართი კუთხეა 90 გრადუსი. და თვითონ მთლიანად ნახე, ეხა ეს თუ 180 არის, ერთი 180 ხო აქეთ იქნება კიდე. ანუ 360-ია სულ. ეხა ნახე რაში გვჭირდება, ესე იგი 180 გრადუსით უნდა დატრიალდეს ეს. აი აქ გრადუსულ ზომაზე ნახე. 180. всё, ზუსტად მოვიდა აი აქ, აი ზუსტად. 180 გრადუსით დატრიალდა. და კაი, ეგ თუ არ ვიცით ელემენტარული ეს ხო ბევრჯერ გაგვიკეთებია კიდე შეხედეთ. ამას მარჯვენა ღილაკიდან და flip vertical. ანუ ბევრი ვარიანტი არსებობს, ესეც ბევრჯერ გაგვიკეთებია. ანუ შეგვიძლია კუთხით დავატრიალოთ. შეგვიძლია აი აქ flip vertical-ი გავაკეთოთ, მაგრამ რაში მაინც რატო გჭირდება ახლა ჩვენ ეს კუთხეები? მოდი ეს დავასრულოთ და იყოს აი აქ კი ბატონო. აი აქ გვინდა იქნებ, აი ამაზე გვინდა იქნებ. მე აქ გვინდა კიდე იქნებ. და ასე შემდეგ რა. ეხლა კი შეიძლება თქვა რომ აი Ctrl J-ი დავაკოპიროთ კიდე, Ctrl T. კი შეიძლება თქვა რომ აი მოკიდო ხელი და წამოვიღო აი აქ. აი ბოდიში. ეს წამოვიღოთ აი აქ. კი შეიძლება თქვა რომ აი წამოვიღო ეს და მაგნაკ, მაგრამ კიდე ერთხელ აღნიშნავ, იმიტომ რომ კიდე შეიძლება ეს კუთხე იყოს ესე გაყო, ესე გვინდა კიდე აი ესეთნაირად, მე კიდე გვინდა აი ესეთნაირად, ანუ შუაშია აქ, ხო? ამიტომ ეს გრადუსები მაშინ დაგჭირდება, ეს არის 90 გრადუსი. ახლა მე მინდა რომ თუ ეს აქ მოვიდეს, 90-ით უნდა დატრიალდეს. თუ ეს აი აქ მინდა, ესე იგი 180-ით, მაგრამ ახლა აქ მინდა, ხო? აი ამას ახლა ჩაუწერო შენ აგერ დატრიალდი 45 გრადუსით. აი, ბოდიში 90 გრადუსით. მაგრამ თუ აქეთ მინდა, ნახე 45, აი ეს კი არა, აი კუთხეში. ნახე? 45. აი წამოვიდა აი აქეთ, ხო? მაგრამ 45 კი არ მინდოდა მე, აქ მინდოდა რამდენი? 90. აი 90. აი წამოვიდა აი აქ დაждდა. როგორ? აცდენილი როა. რას არის აცდენილი აბა? იმ ხაზს. ხაზი, იმიტომ რომ ხაზი არ არის შუაში. მაგრამ ეს 45-ით დატრიალდა აუცილებლად, თორემ ხაზი არ არის ფლად შუაში, შეიძლება ესე ითქვას. მაგრამ ეს რო ზემოთანაწილი შუაში არის და ქვემოთანაწილი ცოტა გვერდზე არის გაწეული და მაგიტომ. ამ ფიგურაზეა საუბარი, ხო? კი. ხო, იმიტომ რომ ხაზი შეიძლება არ დევს ზუსტად ცენტრში და მაგიტო. თორე ეს დატრიალდა სუფთა აქედან წამოსული 45 გრადუსით. ეხლა აი ეს რომ წამოსულიყო და აი აქ მოსულიყო, აი აქ, აი აქედან მაგალითად ნახე.
ბევრი გამოთვლები то მაინც აი ახლა აი აქ ამაზე ვდგავარ, ეს დავაკოპირე Ctrl J და ახლა Ctrl T. აი აქედან მინდა ახლა მოვიტანო აი აქ. აი ვინმე წვის ახლა გრადუსულ ზომაში რა უნდა ჩაუწერო. ანუ აი ეს ობიექტი აქედან მინდა აი აქ მოვიდეს. 90. 90 რო წამოვიდეს, აი აქ დაждდება. აი ნახოთ. ვამბობდით, ანუ აი ეს უნდა მოვიტანოთ აი აქ. დავითვალოთ ელემენტარული 90 და კიდე რამდენი? 90. 390, ხო, რამდენი არის? 90 და ეს არის 180 გაშლილი კუთხე 180 პლუს 90 270, ხო? აი აქ ჩავწეროთ კი ბატონო, ერთი ვარიანტი არის ეს 270. ოღონდ ბოდიში ეს რა უნდა გვექნა? ეს ცენტრი უნდა წამოგვეღო სად? აი აქ. შეიძლება ესეც არ დავსვით სწორად და იმიტომ აცდენილი აქ, ეს უნდა მოიტანო ახლოში. და ზუსტად აი აქ ცენტრში დასვა. ეხლა ჩავწეროთ აი აქ 270. წამით. თუ არ და -40. არა, -45. არა, -45-ით კი წავა ეს აქედან ერთი ვარი, -90-ით ბოდიში. -90-ით კი წავა აი აქ. ანუ 90-ით თუ აქეთ მიდის, -90-ით, ანუ ესეც გაითვალისწინეთ, აქეთ წავა, ანუ ამის დადებითი აქეთ არის, უარყოფითი აქეთ არის, -90-ით კი წავა, მაგრამ უნდა წასულიყო ასევე ეს უნდა კიდე იმით რა ქვია 270-ით. აი ახლა ეს რო დავატრიალო, მე ნახე რას დაწერს ახლა აი აქ, აი ნახე. მაინც მინუსებით დაითვალა, ხო? იმიტომ რომ ეს 10-ლას პირიქით აკეთებს. აი -90, აი ზუსტად რაც ჩავწერეთ, ის არის კი ბატონო. -90-ით წამოვიდა აი აქ. ნუ მოკლედ. ეხლა ესეც რომ მოგვენიშნა მაშინ ეს ეტრიალებს და მაშინ იქნებოდა 270-ით აი ეს. აქედან 270-ით და აქედან წამოსულიყო და მე 360-ით ისე ვაგდადგებ. ნუ მოკლედ ესეთი რაღაცა შეგვიძლია გავაკეთოთ გრადუსებით გამოთვლით შეიძლება ესე ითქვას, მაგრამ ეხლა ნახეთ რაც შეეხება თვითონ კოპირებას. ანუ რაში მდგომარეობს, რომ ეხლა ესე ხო არ აკოპირებ და დაითვლი შენ რამდენი რა გინდა. თუ აქაც გინდა ესეც გინდა, კი ბატონო, მე აი მაგალითად ეხლა ესო დავაკოპირო მე აქ Ctrl J და Ctrl T. ნახოთ ეხლა ეს აი აქ მინდოდეს მე და აი აქ შუაში მინდოდეს. მაშინ დავავწერ 45 გრადუსს, ხო, აი აქ 45 და კი ბატონო ამის შუაში გადმოვა და ესე დაითვლი. არ არის პრობლემა. ეხლა ამასაც თუ დააკოპირებ 45 გრადუსის შუაში გადაწევ და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არ არის მაინდა-მაინც ესე თუ ისეთი ის გვინდა ჩვენ ბევრი როგორც ეხანის სურათი ვნახეთ. ბევრი იყოს, მაშინ ნახეთ ჩვენ მოგვიწევს კოპირება, ოღონდ როგორი კოპირება. ნახეთ რავს გულისხმობ, ეხლა წავშლი ამას მე. ავიღებ ისევ ერთ ცალს. აი აქ. რაღაც ესე იყოს არ აქვს მნიშვნელობა ასეთ შემთხვევაში. ფერს შევუცვლი. და მოვიღოთ მოდი ეს აღარ გჭირდება მაშინ აქ. აი ეს. ესე იგი, რომელ კოპირებაზეა საუბარი? მე ერთხელ დავაკოპირებ. ამას მე ზოგადად გრაფიკულ პროგრამებში, Corel-ში დაც და Illustrator-ში დაც და შემდეგ ესეთი კოპირება არსებობს. ნახეთ, Ctrl J-ით მე ერთხელ დავაკოპირებ. მე Ctrl T-ს საშუალებით ერთხელ გადავწევ, უბრალოდ ნახეთ, ეს წამოვიღოთ აი აქ. ცენტრი წამოვიღოთ აი აქ.
კონტროლ და მე თავისით აკოპირებს სულ ხო, თავისით აკოპირებს. აი ერთხელ გადმოვწი. Control Shift და E არის მგონი თუ არა. ახსნები მაგას. თუ რომელიღაც არის Control Shift-ი დაკეთებენ, ვიცი ზუსტად და ის მესამე არ მახსოვს თუ Shift Control Alt T. აი ნახე Shift Control Alt T. აი რამდენჯერმე დააკოპირებს აი ეს. ხო, ეხა კი ბატონო, ეხა ნახოთ აი აქ ბოლოში მივიღეთ რაღაც ესეთი მსგავსი ისა. ეხა ეს როგორ გავაკეთოთ, გავასწოროთ აი ეს ვარიანტი. ამასაც იგივე გათვლა შეიძლება დაჭირდეს. აი ხა მოდი მე რას ვიზავიცი? აი ნახე რამდენი დაჭირდა აქ ლეიერებში. ხა მოვნიშნავ აი ამ ლეიერებს ყველას მე წავშლი. და რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის, რომ ესეთი პრობლემა არ შეგვექმნას. ეხლა ზუსტად ესეთი თუ გვინდა ჩვენ აი და მაგალითად ესეთი რაღაც მივიღოთ აქ. როგორ შუადღილები უნდა იყოს ცოტა გამოტოვებული. არა, ნახეთ, გეტყვით, მაგასაც არ არის პრობლემა. აი ესეთი რაღაცა თუ გვინდა, დაახლოებით ესეთი ფიგურა. ну არც მაგარი პრობლემა, აი აქ ხა აქედან ავიღოთ პოლიგონი, მაგრამ ფიგურებზე არ არის აქ საუბარი, რანაირი ფიგურაც არ უნდა გქონდეს, ეხა მოდი 20-მიანი არ გვჭირდება, იყოს მაგალითად 4-იანი. რაღაც გავსი. არ გვჭირდება. აქ უნდა დავითვალოთ ჩვენ. აი მოდი სამკუთხედები იყოს ჯობია და უფრო ლამაზე რაღაცა გამოვა. Control T-ი დავაპატარავოთ. გავასწოროთ აი ესე. Control T-ი დავაპატარავოთ და წამოვიღოთ დავსვათ აი აქ. და მე მგონი გავასწოროთ ცოტა რომ ესეთნაირად აი ეს. ფერი არ აქვს ჩასმული. უკან არის უბრალოდ. ზევით ავიტანოთ და გამოჩნდება. ანუ რაზეა საუბარი მოკლედ. როგორ დავითვალოთ? მოგეთ მაგაზე მაქვს საუბარი რა. ესა, რომ ზუსტად დაждდეს. რაღაც გრადუსული კუთხით უნდა დაატრიალო აქაც, მე ხვდები, რომ ზუსტად ის ზომა კონდეს. ანუ იქ არ აერიოს ბოლოში რა, ზუსტად გადანაწილდეს, ასე ვთქვათ. მოდი ამას მივცეთ რაღაც ნებისმიერი ფერი. და ნახეთ ახლა Control T-ს საშუალებით მე ამას დავატრიალებ აი ელემენტარული ვთქვათ ისეთი სიხშირით თუ მინდა. აი მოდი 10. ოღონდ ნახეთ არა აქ, არამედ ამის ცენტრს წამოვიღებ აი აქ. და მოდი დავატრიალოთ 10 გრადუსით. ოღონდ რა? მანამდე რა გვჭირდება ჩვენ? Control J. კოპირება გვჭირდება. Control J. ანუ ერთხელ ყველა ვარიანტში უნდა დაკოპირდეს რა. რომ ჩვენ უთხრათ რომ შენ დატრიალდი ამ გრადუსით. ანუ ესეთნაირად, ეხლა აქაც ზუსტად უნდა იყოს. მოდი მივცეთ ამას 10 გრადუსი. აი ეს. და ამის შემდეგ უკვე Shift Control Alt T. აი ესეთ რაღაცას მოგცევს. ანუ თუ განსაზღვრავ შენ რა გრადუსით უნდა დატრიალდეს. ეხლა ნახე 360 რო გაყო 10-ზე რამდენი გამოდის? აი ზუსტად დაждდა, შეხედეთ. 36 გამოდის გონი, ხო? და 36 ცალი იქნება აი ეს. ანუ ზუსტად დაждდა, ხედავ? არც აირია და არც არამე ის მოგცა აი აქ
ცვლილება უბრალოდ ეხლა live რეჟიმში ეთყობა ჭედავს და შეავსებს. აი მივიღეთ ესეთი რაღაც. ზუსტად, ანუ იმდენი. ანუ კოპირების საშუალებითაც შეგვიძლია ეს მსგავსი რაღაცეები გავაკეთოთ. ეს ახლა შეგვიძლია მე ეს წრე შეგინდა გამოვთოთ და მივიღებთ ესეთ რაღაცას. აი ეს. ნუ თუ იგივე იქნებოდა აქეთ თავისთავად იმ ფიგურას მიიღებდით. ანუ კოპირების საშუალებით მოკლედ ესეთი რაღაცა ყველა პროგრამაშია, მაგალითად ილუსტრატორშიც ვისწავლით მე ამას და ზოგადად გრაფიკულ პროგრამებში ეს კოპირების საშუალებები. იმიტომ რომ შენ რო ეს ამდენი აქ ხელით აკოპირო თითეული და შემდეგ ხელით მიუთითო გრადუსული ზომა ბუნებრივია, რაც შეუძლებელია, ხო? იქნება მეტი მინდა, მეტი სიხშირით და ასე შემდეგ. ამიტომ კოპირების ეს საშუალება ჩაინიშნეთ და მე რაღაცა ლამაზი მოიფიქრეთ თქვენ თვითონ ორნამენტივით რაღაც და ისე გააკეთეთ. ეხლა აქაც აი ამ იმას წითელი რო ქონდა. აი აქ. ნახე ერთმანეთში როგორ შეერწყა ეხლა ეს ჩვენი ფიგურა და ესეც. ესეც მაქვს ჩართული, ეხლა რაც გავაკეთეთ. და გამოვიდა რაღაც ესეთი რა. საინტერესოა. ანუ ეს როგორ გამოვიდა ხა წითელი აი აქ წინა იმაზე. იმიტომ რომ შეხედეთ ეხლა ეს უკვე ცალკე ობიექტებია ეს ყველა. აი ეს. აი ცალკე ობიექტები არის ნებისმიერი რო ავიღოთ აქედან. ეხლა ეს მე ხო არ გავაერთიანე. შეიძლება გავაერთიანე, იმიტომ ეს ხო ცალკე ობიექტები არის უყველა. ეხლა რაც დაკოპირდა, ხო? ამიტომ შეგვიძლია მსგავსი რაღაცა გავაკეთოთ. კაი, გავიგეთ, რამე შეკითხვა გვაქვს? გავიგეთ. ძალიან კარგი. კი ბატონო. მაშინ მოდი ამას ახლა წავშლი აქედან, ანუ ერთი სიტყვით კოპირების საშუალებები და პლუს რაც გავიარეთ ის გრადუსები, გრადუსებიც კარგად გაიმეორეთ შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ასე ვთქვათ ლოგოებზე ან შეიძლება ვთქვათ ვიზიტკებზე ან ზოგადად ნებისმიერ თუნდაც საიტის დიზაინის აწყობისას ან რაღაცა მსგავსი შეიძლება გამოგადგეთ და ამიტომ ზუსტად ასე ვთქვათ მდებარეობის განსასაზღვროდ აუცილებელია მაგ გრადუსების ცოდნა. კაი, მოკლედ მოდი გადავიდეთ შემდეგზე. აი და მოდი აბა ვნახოთ ახლა ეს როგორ შეიძლება შევიმუშაოთ. მსგავსი ჩვენ გაკეთებული გვაქვს იმ ხერხით და მეთოდებით, რითაც ახლა ეს უნდა გაკეთდეს. და აბა თქვენც დაიწყეთ. და აბა როგორ შეიძლება განვავითაროთ აი ეს სიტუაცია. ვინ რას მეტყვის? ეს ფორმა წლისგან უნდა გავაკეთოთ. წლისგან უნდა გავაკეთოთ, კი. კი. წლისგან უნდა გავაკეთოთ, მაგრამ აქ სამგანზომილება ხო, ანუ სამგანზომილებიანის დროს უნდა გავაკეთოთ ესე, ანუ პირველ წელს რო გავაკეთებთ, მეორე, ანუ მაგაზე უნდა დავსვათ, ანუ ამოვჭრათ. ან შეგვიძლია იმ ფულით გავაკეთოთ, ანუ მეორე ნაწილი ჩვეულებრივად ამოვჭრით და ეს უკვე ჩვენს ხელში შეჩვეულებრივად. კი ბატონო, კი. აი ეს შეკთავსი კიდე შეიძლება ხო. როგორ მივიღოთ? შეკთავსი. ანუ სამკუთხედის ფორმისა ვით არის, მაგრამ არ არის. შეიძლება დავხაზოთ? არ ვიცი. აი ეს შეიძლება და პლუს მე გაჩვენეთ კიდე
ბევრი სხვა საშუალებები. მომგვალება რო აქვს. ხო, ანუ ეს ეს ანუ ჩვენ ხო ვიცით მომგვალება და შეიძლება მაგ სისტემით მივიღოთ. შემდეგ შევცვალოთ ცოტა ფორმა და ფერი ჩასხმისას გრადიენტი ჩავასხმოთ, მიიღებთ ალბათ ეს. ნახე ფორმა როგორ არის, აი თითქოს აი შეწეულია და ასე შემდეგ რა. ეს რა ხერხით შეიძლება მივიღოთ აი ეს. ჩვენ გვაქვს მაგისი, ასე ვთქვათ, გამოცდილება, გვაქვს გამოყენებული ის ხელსაწყო, რითაც ეს მსგავსი რაღაცები შეიძლება მივიღოთ აი აქ. აი ესეთი რაღაცა. ანუ მე მაგალითად გრადიენტულ ჩასხმსავით გავაკეთებდი, იქ ცოტას სითეთრეს გავაკეთებდი უბრალოდ წითელში, ან ცოტა სითეთრეს, ანუ ღია ფერში და ანუ იმ ფერ ცოტა ხას, რომ აი ესეთი ეფექტი მიიღო. ხო, მაგრამ თვითონ აი ნახე შეწეულიცაა, თორე ეფექტს მიიღებ კი გრადიენტული ჩასხმით აი აქ, თითქოს აი ეს ხაზიც ნახე ესეთი ვარიანტია. ეგ ჩვენ დარეგულირება შეიძლება იმით რა ქვია მაგას, აი თულით შეგვიძლია ამოძრავოთ და ანუ შეცვლა, ანუ ტრანსფორმაცია ხო შეგვიძლია ჩვეულებრივად იმ ტრანსფორმაციას გამოვიყენებთ შეწევისას. მოდი ესეთი რაღაცა განვიხილოთ მაშინ, ჯერ მარტო ეგ ვარიანტი განვიხილოთ. მოდი ელიფსივით განვიხილოთ, ნახოთ შევხედოთ. რამოდენიმე ვარიანტი განვიხილოთ მაგის, აი ახალ ლეიერზე გადავიდეთ და ну აი ოდნავ ესე ელიფსივით განვიხილოთ, აი ესე. ეხლა აი ამით როგორც ამბობთ, აი თეთრი ის არის რო არის. Direct selection tool-ი ქვია ამას. აი ნახოთ მაგით რამდენად შესაძლებელი იქნება, იმიტომ რომ აქ წერტილებზე ხომ მოვქმედებთ ამით ჩვენ. ნახეთ, მოდი ახლოში მოვიტანოთ. და თუ ამით შესაძლებელია, ხა ნახე, აი ალტის დახმარებით და აი ამით ჩამოვწიოთ ეს მხარე. და ნუ აქაც შეიძლება კი ბატონო აი ეს. და ნუ რაღაცა მსგავსი შეიძლება გამოვიდეს. თუ ამას გულისხმობთ. მაგრამ ნახე, საქმე იმაშია, რომ მოდი ესეც მეტად შემოვწიოთ აი აქ. მაინც მივამგვანოთ მაქსიმალურად. აქაც შეიძლება თითქოს აი ეს მხარე ნახე გასწორებულიაო და არ არის მაინდა-მაინც აი ესე შეიძლება. და ნუ რაღაც დონეზე აქედან მივამგვანოთ თითქოს, მაგრამ აქ სიმრგვალე რამდენად გვიწყობს ხელს აი აქ. მოდი აბა ეს ხო. ნუ აი აქედან შეიძლება კი ბატონო რაღაც დარეგულირდეს, მაგრამ ნახე ჩვენ ვიცით ყველაზე კარგი ვარიანტი. ანუ მე ამას იმიტომ გაჩვენებთ, რომ ნახოთ უკეთესი ვარიანტი დაიმახსოვროთ. ნახე ჩვენ ვიცით ესეთი რაღაცა. მარჯვენა ღილაკიდან აქ არის ესეთი რაღაცა შეიძლება ნახეთ edit transform და warp. warp რა არის? ნახე აი ბადესავით. ეხლა აქ რაღაც არ ჩანს რომ ეს ბადესავით არის აი აქ ყველა იმაზე ნახე. აი ესე შეიძლება ამის გაკეთება. ნახე. ესეთი ბადესავით არის რა, ბევრი უფრო ესეთი ის არის რა აქ. აი ეს კოს ესე შეიძლება წაიღო, წააგრძელო. და ანუ ბევრი რაღაცა შეიძლება აქედან გამოვიდეს. მე ხვდები, აი ესეთი რაღაცა ამითაც შეიძლება დაამუშაო თითქოს აი ეს. და მე რო ჩაასხავ ფერს, ანუ ესეთი რაღაცით უფრო შეიძლება. ნახე, აქ უფრო მომრგვალებული არის, ვიდრე წეხან რაც გავაკეთეთ ჩვენ, აი აქ სიმრგვალე, ნახე აი ეს. აი ესე ავწიოთ, შეიძლება ითქვას აი ესე და ესეთი რაღაც შეიძლება გავუკეთოთ. და თეთრი ისა მრგვალი მონიშნავს ის რო არის. მაგაში რო ჩავასხათ წითელი და მე რო წავშავთ ეგეთ ფიგურა მივიღოთ არა? როგორ ვერ მივხვდი? ანუ ის რო არის
გამოსამოძრავებელი რო არის. მაგის ქვემოთ ხო არის მრგვალი? ესა? მაღლა. სულ მაღლა რო არის. აი ესა ხო? კი. და ანუ მაგაშო ჩავასხათ ფერი. დიახ. და შემდეგ რო წავვალური რო იყოს, იმიტომ რომ იქ ცოტა გრძელი არის. და რა მოვჭრათ ეს გვერდები და ეგეთი ფიგურა რომ მოჭრით ძალიან ნაკლებად იმაქვთ ეხა აი როგორ უნდა შემოჭრა აი აქეთ აი ნახეთ თქვენ თუ ესეთ რაღაცას გულისხმობთ მაგალითად აი ჩავასხათ ამაში ფერი ეხა ნებისმიერი თვითონ ეს მონიშნა წამოვიღოთ და თუ ამას გულისხმობ აი აქ კი ბატონო შეიძლება ეგეც აჰა delete-ით და ესეთ რაღაცას ამბობ კი და მეც და მომრგვალებას ნახე კარგია ეგეთი ხედვაც რო გაქვთ მაგრამ მომრგვალებაზე ის არის საბარი რომ აი აქ ეხლა ამას აი ნახოთ edit-დან free transform-ი და warp-ით შევხედოთ აბა აი ეს აქ ხაზები არ ჩანს თორე ფაქტობრივად ხაზია ნახე მომრგვალება აქედან რა ვიცი ამ კუთხის მომრგვალებაზე რა გითხრათ ან წაშლაზე ვიძახი, წაშლით სადაც არის. თორე ძალიან იმას გავს მოჭრილს. და წავალური უნდა იყოს ახლა ეგ მრგვალით და მაგიტო არ ჯდება. აქედან ოვალურს მოდი ნახოთ აბა ოვალური აი ესე კი ბატონო აჰა ესე გინდა თქვენ ესე იგი ასე ამბობთ ხო? მოდი ამას აქ ჩავასხათ აქ ახალი ლეიერი alt backspace-ით და მაშინ ოვალურად მოვჭრათ. ნახე ამას ხო გადმოვიტან აქეთ. მაგრამ ეხლა ამის ტრანსფორმაცია როგორ მოვახდინოთ? მე ამ აი ეს ახლიდან კი მიტო არ მოვნიშნე რომ ან თუდად მომენიშნება ან ზედმეტი ან რაღაც ამის დამრგვალება როგორ შეიძლება? სელექტებიდან ანუ თუ მონიშნულზე ფუნქციონირებ, ხო? ამ მონიშნულზე მინდა რაღაცებს ვაკეთებ. ის select მენიუში შევდივარ და select transform-ი. და ამით აი დავამრგვალმაქვნი ეხლა. აი მრგვალს აი ესეთ რაღაცას გავაკეთებ, ეხლა ამ მრგვალ ფორმას მივცე. დიახ. და კი ბატონო, მოდი ეს მაშინ აი სადღაც აი აქ ესე გავაკეთოთ. რო აქ ესეთი რაღაც და delete-ით მოვჭრათ ოღონდ. აი ამაზე თუ არ ვცდე, არა მოიცა. თვითონ აი ეს რომელია? ცოტა ყავაც უნდა გქო. სამით ცირამინდა თვითონ აი ეს რომელია თქო მაგაზე ვამბობ აი ეს არის ხო კი ბატონო ძალიან კარგი მოვნიშნავ ახლა ამას დამოვიღოთ მოსანიშნე ხელსაწყოთი დაახლოებით ესე გვინდა ჩვენ ეს ესე რომ მოვჭრა ახლა კი ბატონო ესეც შეიძლება, მაგრამ აი აქ კუთხეს ვერ ვაკეთებთ მაგის ბრალი. მოიცა მაშინ მოდი ოვალური გავაკეთოთ. select transform-ი. და კი ბატონო, აი ნახოთ რამდენად მივიღებთ. მოჭრილია უკეთწუთი. აი ეს ეხლა გავაკეთოთ select transform-ი. აი ესე, ნახოთ აბა. აი ეს Ctrl-D-ი. ნუ რავი. ყოველ შემთხვევაში ბევრნაირი ხერხით შეიძლება მოკლედ ამის დამუშავება და ვნახოთ ეხლა ეგეც. სხვადასხვა აი აქ ეს გამოგვადგება ასე ვთქვათ warp-ი და რატო გამოგვადგება ახლა warp-ი და კაი მივიდეთ ბოლო აქამდე. მოდი წავშალოთ ახლა ეს ყველაფერი. ავიღოთ ახალი ლეიერი, ავიღოთ წრე, როგორ ვთქვით. ავიღოთ აი ეს წრე. ფერი იყოს რაც არის ჩასმული. და ჩვენ გვინდა ესე იგი ესეთი ჭრა მივიღოთ. ანუ ჩვენ ვთქვით რომ მოდი ეს დავაკოპიროთო. კი ბატონო დავაკოპირეთ. თქვით რომ დავაპატარაოთო, კი.
მოდი აქ სხვა ფერი ავიღოთ, რომ კარგად ხედავდეთ და გავარჩიოთ თუ რაზე გვაქვს საუბარი. იყოს ეს ფერი. მაგრამ ეხლა ეს ჩვენ ესე რომ ჩავჭრათ. აი თითქოს ნახეთ აქ როგორ არის. აი ეს ადგილი უნდა მივიღოთ. მიხდით ახლა პირდაპირ ეს რო ჩავჭრათ, მივიღებთ იგივე სიმრგვალეს, ხო? აი ეს ადგილი გვინდა ჩვენ პლუს. მაშინ როგორ უნდა მოვიქცეთ? აბა ვის რა იდეა გაქვთ? მოვიფიქრეთ ვინმე რამე? ანუ კიდე ერთხელ ეს რო ჩავჭრა მე უნდა გადავაქციო Rasterize layer-ად ერთიც და მეორეც. და თუ ამას მოვნიშნავ ახლა და delay-ს დავაწვევი, კი ბატონო, მივიღებ ესეთ ჭრას, ოღონდ აი აქ კი არა. აი ამაზე უნდა ჩავჭრა ეს. და მივიღებ კი ბატონო ესეთ რაღაცას, მაგრამ ჩვენ აი აქ გვინდა ესეთი ჭრა მივიღოთ, აი აქაც. ესეც არ გვინდა გქონდეს, ანუ მე რო ავიღო ახლა საშლელი და ეს რაღაცა ვარიანტი წავშალო აქედან. აი ეს. მაგრამ თლად ესე არ არის თითქოს აი ეს ხედავთ, აი ცოტა ისეთ უფრო სხვანაირია. დაახლოებით აი აქეთ არის. მაგრამ არც თლად ესე არის. თორე კი შეიძლება აქედანაც რაღაც დასკვნა გამოვიტანო, შეიძლება ესეთი რამეაო, მაგრამ ნახეთ, მოკლედ რა შეიძლება გავაკეთოთ. პირველი ის რომ მოდი ამაში ჩავასხათ სხვა ფერი. მოდი აი Windows-იდან. კაი თავიდან გავაკეთოთ, თავიდან დავხაზოთ. მოკლედ, ნახეთ. მე აქ უნდა გამოვიყენო warp-ი ასეთ შემთხვევაში, აი ეხლა რაც გითხარით. ჩავასხათ აი აქ რაღაც ფერი. დავაკოპიროთ. Ctrl-T, მოდი ეს ცოტა დიდი გავაკეთოთ პირიქით. და პატარაში სხვა ფერი ჩავასხათ. და მდებარეობად შევუცვალოთ, რომ ხედავდეთ. ეხლა ნახეთ რა ხდება. მე აქ მინდა გამოვიყენო სწორედაც აი ეს warp-ი. ესე იგი edit-დან transform-ი და warp-ი. და ნუ აი ნებისმიერ აი ამ კუთხიდან გავწიო ხა, ამაზე ვართ არ მინდა ამაზე კი არა. warp-ი უნდა გავაკეთო აი ამ პატარა რგოლზე. აი ნებისმიერ ელემენტარული ესეთი რაღაცით, აი ნახეთ თითქოს აი ესეთი რაღაც გავაკეთოთ აქა. ან ესეთ შეიძლება, ისეთ შეიძლება და ეხლა რაც გავაკეთეთ. აი ესეთი რაღაცა, მოკლედ. და დაახლოებით განვითარებას თქვენ თვითონ მისცევთ როგორ გვინდა. ესეთი რაღაცა მოკლედ რა. დავასრულოთ იყოს ეს ესეთნაირი ფიგურა. და მოვნიშნოთ. ოღონდ ჯერ ეს რა თქმა უნდა გადავაქციოთ Rasterize layer-ად, თორე ჭრას ვერ გავაკეთებთ.
მოვნიშნოთ და აი ამაზე გავაკეთოთ delete-ის ჭრა. აი მივიღეთ ესეთი რაღაცა Ctrl D. შეიძლება საშლელით წეხა რაც გავაკეთე, ისედაც და ესედაც შეიძლება ანუ ვარპის მნიშვნელობა რო ასე ვთქვათ გამოვიყენოთ. ეხლა აქ გვინდა ესეთი რაღაც, აი. ესეთი სამგანზომილებიანი. ჩვენ ვთქვით, რომ შეგვეძლო თვითონ ფიგურებში გაგვეკეთებინა რაღაც კომბინაციური ჭრა და ისე მიგვიღო ჩვენ ესეც გვაქვს გაკეთებული და წეხან როგორც მითხარით, შეგვეძლო აქედანაც ფენთულის საშუალებითაც გაგვეკეთებინა აი ეს. მაგალითად აი ნახეთ, აი აქედან აქამ ესეთი რაღაცა გავაკეთოთ, აი ნახეთ აქედან სადღაც აი აქ. ოდნავ წინ და აი ესეთი რაღაც გავაკეთოთ. აი ესეთი ესეთ რაღაცაზე იყო საუბარი. ეხლა როგორ შეიძლება აი ამის სადღაც აი აქ თუ გნებავთ აი ესეთი რაღაც გავაკეთოთ. დიდიც შეიძლება იყოს ეს პირიქით, მე უკან გადავიტანთ. აი ესე. და აი აქ. აი ეს. მარჯვენა ღილაკიდან make selection. ავიღოთ ახალი ლეიერი. და ჩავასხოთ მსგავსი ფერი, ხო, განსხვავებული აი ტონალობაშია ეს. Alt backspace-ით. Alt backspace-ით აქ არ გამოვა. თიწამით Alt backspace-ით ოღონდ ნახოთ თუ მთლიანად ეს არ აი Alt backspace-ით. არა, ზეი შევაბრუნოთ მონიშნა. მოვიტანოთ ახლოში და select inverse-ით შევაბრუნოთ მონიშნა, იმიტომ რომ მთლიან იმაზე ჩაესხა Alt backspace-ი. აი ეს. Ctrl D-ით მოვხსნათ მონიშნა და უბრალოდ ქვემოთ ჩამოვიტანოთ. აი ეს. Ctrl T-ი ცოტა ოდნავ გავადიდოთ. აი ეს. აი ეს ადგილი მივიღეთ. აი ეს. უბრალოდ აი აქ ნახეთ თხელი უფრო შედარებით თხელი ადგილია, ხო? ეს უნდა გაგვეკეთებინა როგორ? ანუ ესეთ რაღაცებს რომ მიაქციოთ ყურადღება. ჩვენ უნდა დაგვეწყოს ყველაფერი აქედან. აი. აი ამის ტრანსფორმაციიდან. აი ამას როცა გავუკეთეთ ჩვენ edit transform ვარპი. აი ეს უკვე უნდა დაწყილიყო აი აქედან. ანუ საგაკვეთილო პროცესში ახლა ესეთ ნიუანსებს მე გეტყვით უბრალოდ თქვენ დავალების სახით მერე. აი და ახლა ეს უნდა წამოგვეღო აი აქეთ. აი ეს. რა თქმა უნდა ახლა ამის მერე ჭრას რო გავაკეთებთ. უნებრივია. აი აქაც მივიღებთ იმას, რადგან იყო საუბარი. აი ეს. სამოვწიოთ აქეთ. აი ეს. მივხვდით ხო ამ ვარპის საშუალებით ბევრ რაღაცას ასე ვთქვათ. ისე ვაკეთებთ როგორც ახლა ვარპის გარდა ამ სხვანაირად ახლა მაგალითად აი თუნდაც აი ამ ხელსაწყოთი ეს გაგვიჭირდებოდა. ამიტომ ვარპი ეს ყველა ეს წერტილები აი ნახეთ როგორ არის დამატებული. აქაც შეგვეძლოთ ჩამოგვეწია ცოტა. აი ეს. enter-ით დავეთანხმოთ მიღებულ ამ ფიგურას. აქაც და ახ სიმრგვალე აღარ მოგვეცემა ახლა აქ ჩვენ, ხო? ამიტომ მოდი.
დაუბრუნდით ამ ვარფს და აი სიმრგვალე ნახე, ამასაც მიაქციეთ ყურადღება. ტეხილი თითქოს კუთხოვანი არ იყოს. აი აქ რამე ნიუანსი. აი ეს. მოკლედ, გაასწორებთ. შემდეგ როგორც გითხარით, კონტროლ-იმით მონიშნავ, საერთოდ გამოვთოთ თავარიან ნიშნული გქონდეს, ჩამოვიდეთ აი ამაზე, აი ამ layer-ზე და delete-ით. ოღონდ დაგჭირდება აქ რომ ეს იყოს rasterize layer-ი და delete-ით მივიღებთ control-D-ი აი. დაახლოებით იმ ფიგურას, რაც ჩვენ გვინდოდა და ამის შემდეგ უკვე აი ეს ნახეთ მეტად არის წამოსული შეგვეძლო კიდე აი აქ რა შეგვეძლო აი ეს ჩამოგვეწია ნახე edit-დან transform-ით და warp-ით შეგვეძლო აქ პირიქით ეს პირიქით ნახეთ ხო ამაზე არ გვინდა აქ გვინდა warp-ი edit free transform-ი და აი ესეთნაირად მივხვდით აი ეს ზუსტად ერთი-ერთი თუ გინდათ აი ესეთი ვარიანტი უნდა გამოგივიდეთ მაშინ აი ეს ჩამოგვეწია პირიქით აი აქეთ ეს თქოს აი ნახეთ აი გადმოწეულიაო რა აი ესეთი რაღაცა უნდა მიგვეღო ესე ჩამოგვეწია აი აქეთ აი ეს აი ესეთნაირად ნახეთ აქედანაც ესე აწეულია, ზემოდანაც გადმოწეულად იქნება ახლა ესეთი რაღაც. ახლა იგი მოვნიშნოთ და ჩამოვჭრათ აი აქ. Ctrl-D აი ნახეთ, როგორც აქ არის მიღებული დაახლოებით ესეთი ვარიანტია აი აქაც. ესეთი რა თქმა უნდა ვარჯიშით მიხვალთ იქამდე რომ მივიღებთ ესეთ კომენტს. ახლა ნახოთ აი ეს როგორ მივიღოთ. შეგვიძლია როგორც თქვით ჩვენ აი ამ ხელსაწყოს საშუალებით ან აი ამ ნაწილის მიღებით თვითონ აი ამ ფიგურიდან ანუ ფიგურათა ჭრას შეგვიძლია გავაკეთოთ ამის გამო და თვითონ ხელითაც დავხატოთ აი ეს. ნახოთ ახლა ეგ ვარიანტი. ოღონდ მანამდე რა უნდა გვექნა ჩვენ ეს ჭრა ფაქტობრივად არც უნდა გაგვეკეთებინა, იმიტომ რომ შეგვენახა აი ეს. ნუ არა უშავს ახლა მოდი ესეთი რაღაცა გავაკეთოთ, ამის ცენტრები ავიღოთ. ესე იგი ახლა უნდა გავაკეთოთ აი ეს ნაწილი აი აქ. ამისათვის მოდი ესეთი ცდა ჩავატაროთ. ჯერ ფიგურათა შორის ჭრაზე გავამახვილოთ ყურადღება. ნახეთ რა მაქვს ხედველობაში. ცოტა გავადიდოთ აი ეს transform select-ით. მოდი ჩავასხათ ფერი აი აქ. და ჩავასხათ ფერი და ამისთან კიდე დავაკოპიროთ აი ეს ამაზე მაქვს საუბარი. Ctrl-J ახლა ეს მოვნიშნოთ და წამოვწიოთ წინ მაგალითად აი აქ აი ეს და აქედან delete-ი გავაკეთოთ. ეს გავთიშოთ
Ctrl-D-ი მოხსნათ მონიშნო. აი ერთი ვარიანტი ესე შეიძლება გაკეთდეს. ანუ მივხვდით რაზეა საუბარი, ოღონდ ცოტა მეტი უნდა იყოს ეს. ანუ კიდე ერთხელ გავიმეორებ. ანუ ორი ფიგურა შევქმენი, ანუ ეს და ამისი მსგავსი, ანუ ერთი ის რომ დავაკოპირე უბრალოდ. მოდი კიდე უკან დავბრუნდეთ. ანუ ორი ცალია ეგეთი. მოკლედ აი ეს ერთი ეს და მეორე აი მაგის მსგავსი აქვს. აი ესა. და ეხლა ამით რა გავაკეთე მე? ის რომ ერთი მოვნიშნე, აი მაგალითად Z-და, Ctrl-Z აქ დაჭერით. და ეს მონიშნული უბრალოდ გადმოვწიე ესეთნაირად, რომ სად ჩამოვაჭრა აი ეს. დაახლოებით, მოდი აი ესეთი რაღაცა გავაკეთოთ. აი ეს. ანუ მე თუ ამას ჩამოვჭრი ახლა ამ ნაწილს. დარჩება აი ეს აქეთა მხარე. ოღონდ უნდა ჩამოვჭრა, აი მე მის უკანა მხარე აი ამას უნდა ჩამოვჭრა, აი. აი ამაზე უნდა ჩამოვჭრა. აი ამას. ეს უბრალოდ მოვნიშნე და გავთიშე რაღაც მინდა ხა ის რომ მაგრამ აღარაფერში აღარ მჭირდება, თორე ფერს თუ ჩავასხავ აი აქ. პრინციპში აღარაფერში აღარ მჭირდება, ეს მონიშნული გადმოვწიე მარტო აქეთ. ამიტომ აი ეს რაც არის ეს აღარ მჭირდება ერთი ვარიანტი, მეორე აი ამაზე უნდა ჩამოვჭრა. რა თქმა უნდა, delete-ის დახმარებით აი მაგას გავაკეთებ და Ctrl-D-ი მოხსნათ მონიშნვა და მივიღეთ აი ზუსტად ის ნაწილი რაც უნდა მიგვეღო. აი აქ. უბრალოდ აქ მე გრადიენტია და თავისთავად. ესეთი ვარიანტი. მივხვდით ეს ერთი ვარიანტი, ხო? ანუ ფიგურათა ჭრის საშუალებით და კომბინაციის საშუალებით. ეს ერთი ვარიანტი, მოდი გავთიშოთ ორივე. ქონის შენახული და მეორე აი ამ პენტულის საშუალებით. აი დაახლოებით სადღაც აი აქედან. სადღაც აი დაახლოებით აი აქამდე. აი ესეთი აპირიქთა ესეთი რაღაც. და მივიღოთ აი ეს. აი აქ ალტისა და აი ამ ალტის დახმარებით დავაწყაპუნებ, აქეთ ამ ხებს გავაუქმებ, ეს ჩვენ ვიცით ძალიან კარგად. აქაც ესეთ რაღაცას გავაკეთებთ. აქაც ალტის დახმარებით ამ ხებს გავაუქმებ და სადღაც აი აქ დავამთავრებ. სადაც დავიწყე ამ ფიგურის გაკეთება. აი ეს. ეხლა ეს მეტი იყოს არ აქვს მნიშვნელობა, აქ ფერსო ჩავასხამ, ამის უკან გადავიტან და არც გამოჩნდება. ეხლა მარჯვენა ღილაკიდან აი აქ make selection. მონიშნა მივიღეთ. აი ეხლა მოდი მაინც ამის ქვეშ მოექცევა ეს. და ამიტომ ამის ზემოთ ავიღოთ layer-ი და ფერი ჩავასხათ alt backspace-ით. შებრუნება მინდოდა მონიშნვის, ესე იგი select inverse, რომ მთელი არის მონიშნული, select inverse-ით შეიძლება მონიშნა და ჩავასხავ ფერს აი აქ Ctrl-D-ი მოვხსნი მონიშნვას და იგივე მივიღებ აქტიურად, რაც უნდა მიმეღო. ანუ ესეთი ისა ვარჯიშით და ასეთი რაღაცებით ეს ყველაფერი ჩვენ გაკეთებული გვაქვს, ასე ვთქვათ, უბრალოდ სხვადასხვა ვარიანტებში ვიყენებთ სხვადასხვა დიზაინებში ვიყენებთ, ასე ვთქვათ, ამ ხერხებსა და მეთოდებს, თორე დანარჩენი ესენი ყველაფერი ჩვენ ფაქტიურად გაკეთებული გვაქვს. ეხლა მოდი გრადიენტულ რაღაცებს მივხედოთ და აი ამ ნაწილსაც მივხედოთ ეხან რასაც ვაკეთებდით. უბრალოდ ჩვენ აქ უნდა შეგვენახა პრინციპში აი ეს ნაწილი. აი რაც აქ ამოვჭერით, ის ნაწილი უნდა შეგვენახა. და ის დაგვემუშავებინა. დაახლოებით ის იყო მე მიღებული აქ. ფაქტობრივად ეგ ნაწილი მე მგონი არც აქ გვაქვს, თუ გვაქვს აქ შენახული. აი ეს. ნახეთ, აი ეს ნაწილია ფაქტობრივად შენახული აი აქ. ეს. ეხლა ის შეგვიძლია Ctrl-T საშუალებით დავაპატარავთ, ოღონდ ერთ სამი. აი ამ layer-ზე დავდგეთ და Ctrl-T საშუალებით ნახეთ. ესეთი რაღაცა გავაკეთოთ. დავატრიალოთ
აი ნახე ეს არის მიღებული აი აქ. და ასე ვთქვათ, გრადიენტი ჩასმული. თორე ეს კიდე ერთხელ აღნიშნავ, შეგვიძლია მსგავსი რაღაცა და ვარპის საშუალებით, ანუ ეს ვარპი ხშირად გამოყენებადი ხელსაწყოა ესეთი დეფორმაციისთვის და ამიტომ შეეცადეთ გამოიყენოთ ხოლმე საჭიროების სამეფო. ეხლა მოდი ამას და ზოგადად მივხედოთ და ჩავასხათ გრადიენტი. ნუ აი აქ მაგალითად ჩვენ პირიქით ეს ლურჯი გრადიენტი ჩავასხათ, ვგნებავთ აგერ. მოდი აქედანაც გავაკეთოთ gradient overlay საშუალებით და შევხედოთ. Gradient overlay საშუალებით შევხედოთ. როგორ გამოგვივა ეგ? აი ოღონდ აქ არის ახლა თუ არ ვწდები როგორი ჩასხმა, რადიალური. ან რადიალურიც კი არ არის, აქ არის ესეთი რაღაც კიდე ნახეთ, აი ეს. ესეთი ოღონდ აქ ჩვენ არ გვჭირდება აი ეს წინათ ჩამახსოვრებული რაც იყო. ის რატო არ გააკეთეთ ის დავალება? აი ესეთი ჩასხმა უნდა იყოს, აი. აი როგორც აქ არის, აი ზუსტად ესეთია. ოღონდ ნახოთ აბა კუთხეები შევცვალოთ პირიქით და ესეთია კი ესეთი ღია ოდნავ აი ოდნავ აქეთ გადმოვწიოთ და ახლავით ეს კუთხე გავასწოროთ აი აქ აი ეს. და ახლავით ესეთი ვარიანტია. აი აქედან არჩეული არის აი ეს. ან ეს იგივეა, რაც შეიძლება აქედან, მაგალითად აი გრადიენტიდან. გრადიენტული ჩასმიდან აი აქ ჩვენ ავირჩიოთ აი ესა ჩასმის აი ეს ვარიანტი. აი ეს. ეს რადიალური წრიული და ეს კუთხოვანი ჩასმა აი აქ. ეხლა ვნახოთ თვითონ აი ამ ობიექტზე როგორ იქნება საქმე. აქაც გრადიენტი გვჭირდება. აქ ჩვეულებრივი გრადიენტი დაგვჭირდება, რა თქმა უნდა, აქ არავით არის კუთხოვანი და ესა ლაინერული გრადიენტი ჩვეულებრივ იმუშავებს. ნუ რა თქმა უნდა, მოდი ფერები შევცვალოთ. იყოს აი აქ. იყო და პირიქით წითელი ფერები ავიღოთ, ანუ პირიქით გავაკეთოთ, შეიძლება ესე ითქვას. და აქაც ეს ფერი და მე უფრო გავაღიაოთ. ნუ აი ეს დაახლოებით ესეთი რაღაც. ცოტა გავაღიაოთ, უფრო ესეთი ვარიანტი ავიღოთ. აი ესეთი. და მოდი აი აქ ეს არ გვინდა კუთხოვანი და ლაინერული ჩასმა იყოს. აი ესეთი. ლაინერული ჩასმა. ჯობია თუ თუნდაც პირიქითაც შეიძლება გავაკეთოთ. ნახე, პირიქით როგორ არის რევერსი გავაკეთოთ. აი ნახე. ანუ პირიქით რას ნიშნავს? აქეთ უფრო ღიაა და აქეთ უფრო მუქი, ხო? თავიდან რო არის, მაგრამ რევერსი გავაკეთოთ. და მე მგონი ეს უფრო მოუხდება რევერსული ჩასმა, იმის აქეთ უფრო მუქია, აქეთ უფრო ღიაა. აი ესეთი რევერსული ჩასმა მოუხდება და პირიქით ეხა ნახე თვითონ აი ამ ობიექტს, აი შიგნითა ობიექტი რაც არის. აი ამას. თვითონ აი ამ ობიექტს. იგივე ოღონდ რევერსული ჩასმა იქნება აქაც, ანუ აქეთ ღია, იქით მუქი ჩასმა იქნება. მოდი ვნახოთ. აქაც გამოვიძახოთ gradient overlay. და მოდი ვნახოთ, ხო. აქაც აქ პირიქით რევერსული გავაკეთოთ. აი ეს.
ფერების არჩევა აღარ დაგვრჩა, პირდაპირ OK-ის საშუალებით. აი მივიღეთ ის, რაც უნდა მიგვეღო და პლუს წარწერა რაღაცა, ან ნებისმიერი იყოს, არ აქვს მნიშვნელობა. დიდი წარწერა. მოდით დავაპატარავ სადღაც 24. აი ეს. ანუ ჩვენ თქვით რომ წარწერის სტილით თუ ესეთი არა გვაქვს სიტყვაზე ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად შემოვიტანოთ. შემოვიტანეთ ფუნჯებით, შემოვიტანეთ წარწერებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქ შეიძლება გადაავლოთ თვალი მსგავს რაღაცას, თუ გვაქვს მსგავსი წარწერა თუ არა და გადმოვიწერთ მსგავს შრიფტს და ახლავთ თავიღოთ ეს არ აქვს მნიშვნელობა პრინციპში. და იყოს ეს წარწერა. აქაც შეგვიძლია გრადიენტული ფერი ჩავასხათ, მოდი დავასრულოთ ეს gradient overlay-ს გამოვიძახოთ აქედან. ხო, იყოს ესეთი რაღაც. აი gradient-ული, თუნდაც რევერსული იყოს. ესეც შეგვიძლია, ანუ რევერსის შემთხვევაში ზემოდან მოხდა ღია ფერის ჩასმა, ქვემოდან უფრო მუქი ფერის ჩასმა. ოკეი, ღილაკზე დაწყაბუნებით, კი ბატონო, მივიღებთ აი ამ ესეთ მსგავს. მოკლედ, მივედით აქამდე, გააკეთეთ? მე გავაკეთე. კი ბატონო, შემდეგში გავაზიარებთ ხოლმე ეკრანს, ამიტომ შეეცადეთ ყველა გააკეთოთ ხოლმე. ანუ თითოეულ თქვენ ნამუშევარს გაგვიზიარებთ ხოლმე, რომ შევხედოთ. ამიტომ ყველა მოიმარჯვეთ, როგორც კომპიუტერები, ისე პროგრამები ჩართული გქონდეს და ანუ მოკლედ საგაკვეთილო პროცესში როცა აკეთებ, უფრო სხვანაირად ხდება ეგ ყველაფერი, უფრო გავარჯიშდები შეიძლება ესე თქვა. აი მაქსიმალურად მივამგვანეთ ახლა რაც შეიძლებოდა ჩვენი ნამუშევარი. და აქედან გამომდინარე ესეც სახში გაივარჯიშეთ ამაზე და დავალებები გადმოვწინა დავალებებიც, ვისაც არ გადმოგიგზავნიათ თითქმის არავის ერთის გარდა გააკეთეთ წინა დავალებებიც. და ეს ამაზე ივარჯიშეთ, რომ ესეთი რაღაც ხედვები გაიუნჯობესოთ, საიდან რა შეიძლება მივიღოთ. ახლა ჩვენ იმიტომ ვაკეთებთ ერთი ხერხითაც, მეორე ხერხითაც ამ ყველაფერს, რომ მაქსიმალურად გაგიუნჯობესდეს ესეთი ხედვა რა, ასე ვთქვათ. ახლა ჩვენ ეს ორი ხერხით გავაკეთეთ, ხო? ზოგჯერ სამი ხერხითაც გაგვიკეთებია ერთი და იგივე რაღაცა. აქედან გამომდინარე ამ ყველაფერზე ივარჯიშეთ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში შეძლოთ რომელიმე ხერხის და საშუალების და მეთოდის გამოყენება. გვაქვს რამე შეკითხვები ამასთან დაკავშირებით?